მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის ქმარი ზურაბ ბერიანიძე წლებია სუსის თანამშრომელია და ხაბეიშვილის წინააღმდეგ სუსის საქმე მას საგანგებოდ ჩააბარეს. აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. მათივე ინფორმაციით ბერიანიძე ზედმეტსახელად ბეძე იყო ძალადობის სავარაუდო ორგანიზატორიც, როდესაც კასპში ხაბეიშვილს პენსიონერებთან შეხვედრაზე ქვებით თავს დაესხნენ. ხაბეიშვილის საქმეში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 თანამშრომლის ჩვენება დევს. ერთ-ერთი მათგანი შოდა პაპუაშვილი წერს, რომ სპეცრაზში $200,000 შეთავაზება ყველამ საკუთარ თავზე მიიღო, რაც ქრთამის შეთავაზების ფაქტად და შეურაცხყოფად ჩათვალეს. რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. უკრაინაზე იერიშის დროს ერთი საფრენი აპარატი ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის გამოც რუმინეთის თავდაცვამ F-16 2 ავიაგამანადგურებელი ააფრინა. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების მოქმედების გამო გუშინ სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც. კიევის რეგიონში საბრძოლო მასალის გადამტან მატარებელზე აფეთქება მოხდა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა. დაშავებული არავინაა, მომხდარის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა. სავარაუდო დივერსია ლენინგრადის ოლქში საწვავით დატვირთული სარკინიგზო ეშელონი ლიანდაგებიდან გადავიდა. დაღუპულია მემანქანე. გუბერნატორი ადასტურებს, რომ გამოძიება დივერსიის ვერსიაზე მუშაობს.